გამარჯობა, ეთერშია თოქ-შოუ დედოფლის წყაროს საათი, მე ჟურნალისტი ილია მარყოფლიშვილი ვარ. მილიონობით ძარალი და მასშტაბური ხანძარი დედოფლის წყაროში განადგურებულია ქარსაცავების 90%-ზე მეტი. ტრაგიკული შემთხვევები დედოფლის წყაროში, სპეციალური ვიდეო რეპორტაჟები 7 წელი აგვისტოს ომიდან დედოფლის წყაროში გმირები გაიხსენეს. ასევე დედოფლის წყაროობა 2015 გალა კონცერტზე საპატიო მოქალაქეები გამოავლინეს, ასევე ვრცელ რეპორტაჟს გთავაზობთ დედოფლის წყაროობიდან და დაჯილდოების ცერემონიიდან. ეს არის ჩვენი გადაცემის მცირე ანონსი, რომელსაც მომავალი 50 წუთის განმავლობაში წარმოგიდგენთ. მასშტაბური ხანძრებია დედოფლის წყაროში გაუდაბნოების წინაშე მდგარი მუნიციპალიტეტი მასობრივმა ხანძრებმა მოიცვა. ზარალი ათეულობით მილიონს აჭარბებს. გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი ამბობს, რომ ხანძარმა შირაქისველზე ქარსაცავების 90%-ზე მეტი გაანადგურა. ზოლების აღდგენაზე წლების განმავლობაში მილიონობით თანხები დაიხარჯა, რომელიც წყალში გადაყრილი აღმოჩნდა. გაჩეხილი ქარსაცავების აღდგენას დედოფლის წყაროში უკვე 9 წელია ცდილობენ. მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა დედოფლის წყაროს ტერიტორიაზე ქარსაცავის ზოლების გადაწვასთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გამართა. მინისტრის ინფორმაციით, შირაქისველზე გაჩენილი ხანძრების გამო არსებული ქარსაცავის ზოლების დიდი ნაწილი განადგურდა. დაიწვა როგორც ძველი ქარსაფარები, ასევე ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გაშენებული ნარგავები. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების პროგრამა ბიომრავალფეროვნების მდგრადი მართვა სამხრეთ კავკასიაში გერმანიის მთავრობისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით საქართველოს გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან და დედოფლის წყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობასთან თანამშრომლობით ახორციელებს ქარსაფარი ზოლების აღდგენის სამოდელო პროექტს. აღნიშნული საქმიანობის ფარგლებში 2013 წლიდან დღემდე აღდგენილია 66 კილომეტრამდე ქარსაფარი ზოლი. პროექტის თანამშრომლების პირველადი ვიზუალური შეფასებით აღდგენილი ქარსაცავების 90%-ზე მეტი ხანძრის შედეგად განადგურებულია. სამინისტროს ცნობით განადგურებული ქარსაფარების ფართობი ბევრად აღემატება პროექტის ფარგლებში აღდგენილ ფართობებს. დამწვარია მრავალწლოვანი ხეები, ბუჩქები, განადგურდა საბინადრო გარემო ცხოველებისთვის. ექსპერტთა შეფასებით ეს ყველაფერი აუცილებლად ნეგატიურად აისახება მომავალი წლის მოსავლიანობაზეც. დედოფლის წყაროს გამგებელი ამბობს, რომ განადგურებული ნარგავების აღდგენის მზაობა კომპანიის წარმომადგენლებმა გამოხატეს, თუმცა ეს მანამდე ვიდრე ხანძრები მასშტაბურ ხასიათს შეიძენდა. მას შემდეგ, რაც ცეცხლმა დიდი ნაწილი გაანადგურა, გამგებელი ვერ აკონკრეტებს, უკვე რა პოზიცია ექნება კომპანიას. ოპოზიცია ფიქრობს, რომ ხელისუფლებამ ხანძრებთან საბრძოლველად სათანადოდ არ იაქტიურა, ბრალდებებს კი არ ეთანხმება დედოფლის წყაროს გამგებელი. ჩვენი რეპორტაჟი შირაქისველებიდან. $66 კილომეტრიანი ზოლის დიდი ნაწილი დამწვარეა. უცხოელი სპეციალისტების დახმარებით გაშენებული ხეები თითქმის სრულად განადგურდა. შირაქისველზე დამაგრებულმა ამ თხოვნამ თუ მოთხოვნამ აზრი დაკარგა. დედოფლის წყაროს რაიონში ქარსაფარ ზოლზე გაჩენილ ხანძარს მეხანძრეები დღესაც ებრძოდნენ. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გაშენებულ ნარგავებს ცეცხლი ჯერ კიდევ გუშინ წაეკიდა. 66 კილომეტრიანი ზოლიდან უმეტესი ნაწილი განადგურებულია. ფერმერები ფიქრობენ, რომ ხანძარი ადგილობრივების დაუდევრობამ გამოიწვია. მოსავლის აღება დამთავრდა, ზოგს უნდა ნაკვეთების გაწმენდა, გატუსვა, ვეძახის გადატუსვას რომ მოსპოს იქ დამატებით ჩალა, მოსახნავად მოამზადოს და ამ დროს თან ტემპერატურა არის ძალიან მაღალი და ცელდება ერთ პატარა ფართობიდან უკვე და მერე მაგის შეჩერება უკვე ძალიან ძნელია. მარტის თვეში ძალიან ძლიერი ქარები იცის აქ. მიწას მოგლეჯავს და წაიღებს ხოლმე. ერთ ქარსაცავს რო გაივლის ქარი არა, მეორე ქარსაცავს უკვე ნელდება იმის სიჩქარე და მიწასაც ნაკლებად იღებს, მოსავალიც უფრო უკეთესი მოდის. დედოფლის წყაროს გამგებელი გვეუბნება, რომ შირაქისველზე რამდენიმე ქარსაცავი ზოლი არსებობს. ძველი ხეები და ახალი ხაზი, რომელიც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების პროგრამის ფარგლებში, გერმანიის მთავრობისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით გაშენდა. ძველი ქარსაცავი გადარჩენილია, ახლის აღდგენაში კი ქართულ მხარეს ისევ უცხოელი პარტნიორები დაეხმარებიან. ეს ქარსაცავები იქიდან გამომდინარე ძალიან პატარა იყო, წელს, ვერც მომავალ წელს და ვერც სიტყვაზე 2017-ში თავიანთ მოვალეობას ვერ შეასრულებდნენ, მაგრამ თვითონ GIZ ჩვენი თხოვნით
დადებული აქვთ იმ ტიპის ხელშეკრულება, რომ გამშენებელი კომპანიები ვალდებულები არიან 1 წელი მოუარონ აღნიშნულ ქარსაცავებს, ამიტომ ის დაზიანებული ნაწილი, რომელიც გვაქვს, კიდევ ხელახლა დაირღვევა და მომავალში ეს ქარსაცავი აუცილებლად გაიხარებს. ქარსაფარი ზოლების გარეშე, როგორც უკვე გითხარით, დაახლოებით 30%-მდე მოსავალი განსაკუთრებით მარცვლოვან კულტურებში იკარგება ხოლმე. გასულ წელს 69 შემთხვევა იყო და 705 ჰექტარი იქნა განადგურებული. გლაგულაშვილი მოსახლეობას სიფრთხილისა და ყურადღებისკენ მოუწოდებს. გვინდა თხოვოთ ყველა ადამიანს, ვისი მოქმედების შედეგადაც შეიძლება წარმოიქმნას რაიმე საფრთხის წყარო, რომ დაიცვან, მკაცრად დაიცვან სახანძრო უსაფრთხოების წესები. საქართველოში შირაქის ველზე ჩემს გუნდთან ერთად 2013 წლიდან მუშაობ. 2 დღის წინ გაჩენილმა ხანძარმა აუნაზღაურებელი ზარალი მოგვაყენა. შეიძლება ითქვას, რომ დაუბრუნდით იმ ეტაპზე, საიდანაც დავიწყეთ. ახლა სიტუაციის გაანალიზებას გვეუბნებთ. შემდეგ კი ქართულ და ავსტრიელ პარტნიორებთან ერთად რეაბილიტაციის გეგმაზე დავიწყებთ მუშაობას. წელს დედოფლის წყაროში იყო არნახული მოსავალი ხორბლის და ქერის, რამაც გამოიწვია ის, რომ მოსავლის აღების შემდეგ მინდორში დაგროვდა ძალიან დიდი ოდენობით ნამჯა. მაღალმა ტემპერატურებმა არ გამოურიცხავრო ადამიანების დაუდებრობამ ან ტექნიკის გაუმართავობამ საკმაოდ ბევრ ადგილას გამოიწვია ხანძრის კერები და მოსახლეობამ იცის, რომ საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე ხანძრის მრავალი კერა არსებობდა. ჩვენმა სახანძრო სამაშველო სამსახურმა მთლიანი რეგიონის დახმარებით ძალიან დიდი სამუშაო გაწია. სიღნაღის, ყვარლის და საგარეჯოს მანქანების დახმარებაზე მოდიოდნენ. ხშირად ქარიც ხელს უწყობდა ხანძრის გავრცელებას. საკმაოდ დიდი ტერიტორიები არის დამწვარი შირაქში. ყველაზე სამწუხარო რაც არის ამ ტერიტორიებში მოყოლილი არის აგრეთვე ქარსაცავი ზოლები. მე კიდევ ერთხელ მინდა მოუწოდო ჩვენს მოსახლეობას გაუფრთხილდნენ იმ ქარსაცავ ზოლებს, რომელიც ხანძრის შედეგად ძალიან არ დაზიანებულა, ან საერთოდ ხანძარი არ შეხებია, იმიტომ რომ იმ ნაკვეთის მეზობლად არსებული ქარსაცავი ზოლი სწორედაც ნაკვეთის მეპატრონის მოსავალს იცავს დაზიანებისაგან და მიწას იცავს ეროზიისგან. უკვე გამოვლენილია თუ არ ვცდები ორი ფაქტი, როდესაც ხანძრის მოკიდების შემდეგ ქარსაცავში გადავიდა ზოლი და ადმინისტრაციული ჯარიმა მათზე გამოწერილი არის, მაგრამ სამწუხაროა ის, რომ საკმაოდ დიდი ნაწილი ამ გაშენებული ახალი ქარსაცავებისა ხანძრის შედეგად არის დაზიანებული. რაც ეხება GIZ-ს, დღეს მისი ხელმძღვანელობა იმყოფება შვებულებაში. თავიდან როდესაც ეს ხანძრები დაიწყო, უნდა კომუნიკაცია, მათ გამოთქვეს მზაობა იმის შესახებ, რომ მომავალში გაგრძელებოდა ეს თანამშრომლობა და მოხდებოდა ქარსაცავების კვლავ გაშენება. ალბათ სექტემბრის დასაწყისში ჩაუმბრძანდებიან და გაჩენილმა ხანძრებმა საკმაოდ მასშტაბური ხასიათი მიიღო და შეიძლება შევაფასოთ, რომ ერთ-ერთი სერიოზული მდგომარეობა არის. ბოლო 10 წლეულები არის ესეთი მასშტაბის ხანძარი არ ყოფილა, რასაც არაადეკვატური მოქმედებები მოხდა ხელისუფლების მხრიდან, ანუ არ იქნა გამოყენებული ის რეზერვები და ის ტექნიკა, რაც შესაძლებელი იყო რომ გამოყენებული იყო და აგვერიდებინა თავი ამ მილიონიან პროექტის დაბუგვაში და დაწვაში. ვრეკავდი 112-ზე, რაზეც ნამდვილად ვერ გავედი, სულ ყველა ოპერატორი დაკავებული იყო. ნეტა ვინ იქნება პასუხისმგებელი იმ მილიონიანი პროექტის დაწვა დაბუგვაში? აუცილებელი იყო იმ ვერტმფრენების მოყვანა და ამ პროექტის გადარჩენა. იქნებოდა ძალიან ადვილი შესაძლებელი, მაგრამ ვერ შეაწუხა ჩვენმა ეგრეთ წოდებულმა ხელმძღვანელობამ, რომ შეეწუხებინათ პრემიერ-მინისტრი. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ პრემიერ-მინისტრი გაეგო ეს ამბავი დიდი სიამოვნებით დაგვეხმარებდა. უბრალოდ მწამს, რომ ესე იქნებოდა და მინდა დავიჯერო. ახლა კი ჩვენი მომდევნო ვიდეო რეპორტაჟი, რომლის გამოცხადებაც ყველაზე მეტად მიჭირს, ამიტომაც ყოველგვარი შესავლის გარეშე ვნახოთ რეპორტაჟი გასულ კვირას დედოფლის წყაროში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევების შესახებ. უბედური შემთხვევის შედეგად დედოფლის წყაროში სოფელ საბათლოს ტერიტორიაზე მდინარე ალაზანში 48 წლის მამაკაცი დაიხრჩო. ილია ქადაგიძე მდინარეში თევზაობის დროს შევიდა, რა დროსაც წყალმა წაიღო. მისი გადარჩენა ძმამ და მეგობრებმა სცადეს, თუმცა უშედეგოდ. მიუხედავად იმისა, რომ ძებნაში ჯერ ადგილობრივი მაშველები ჩაერთნენ, შემდეგ კახეთის რეგიონალური სამსახური გარდაცვლილის პოვნამ მაინც ვერ ხერხდებოდა. როგორც სამაშველო სამსახურში აცხადებენ, სამძებრო სამუშაოებს მდინარის
სწრაფი დინება აფერხებდა, ყვინთავების გამოძახება კი თბილისიდან გახდა საჭირო. პროცესში სოფელ საბათლოს მოსახლეობაც იყო ჩართული. ცხედარის პოვნა მეორე დღეს მოხერხდა. თვითმხილველების ცნობით გვამი იმავე ადგილას იყო ჩაძირული, სადაც მამაკაცი დაიხრჩო. შემთხვევა 30 ივლისს გამთენიისას მოხდა. ცხედარი ექსპერტიზის ჩასატარებლად თბილისში გადაასვენეს. გამოკვლევის შედეგად გაირკვა, რომ მამაკაცს გულმა უმტყუნა და გარდაცვალების მიზეზით სავარაუდოდ ეს გახდა. გარდაცვლილი მუდმივად ნადირობითა და თევზაობით იყო დაკავებული. უბედური შემთხვევაც იმ დროს მოხდა, როდესაც მეგობრებთან ერთად სანადიროდ იყო წასული. წითელი პრობკა, მარტო წითელი პრობკა მოხსნათ ბოთლი. მარტო პრობკა. დიდი კაცი ყველა მხრივ ქართველობით, პატრიოტული სულისკვეთებით, მეგობრობით, ამდენი მეგობარი ყავდა, ყველას უყვარდა, ვერ ნახავდი კაცსაც არ უყვარდა. საოცარი მონადირე იყო ეს ხო ცალკე თემა. რომელი კაცი იყო, აი ყველაფერს აკეთებდა ძალიან და რა ვიცი, მთელ საქართველოს მე მგონი ბინარარია, თუმცა ყველას ძალიან გული გვატკინა. საოცარი მეოჯახე კაცი. ყველაფრით იყო შემკული, რომ ვერ ნახავდი საქართველოში კაცს, ვისაც მაგისტრის სიკეთე არ გავუკეთებია და ვისაც არ უყვარდა ეს კაცი. თქვენ პირადად რა ურთიერთობა გქონდათ, რომ გაიხსენოთ რამე? მე ძალიან ბევრ რამეში პარტნიორობდით. სამონადირეო მეურნეობაში იყო ძალიან აქტიური წევრი, ძალიან ბევრი როცა გამიჭირდებოდა მანქანის შემოქმედა რაღაც საკვები, ყველაფერი. ერთი სიტყვით იდეალური იყო, პარტნიორიც, მეგობარიც და კარგით. მე რომელზეც მიმაჩნდა, რომ ერთ-ერთი ჩემი უახლოესი კაცია რა. ძალიან გული დამწყდა, რომ უცებ წინადრით ვიყავით ერთად მაგასთან სახლში. რაღაც ისეთი იყო რა, ყველას გვექორებოდა, ყველას არ ვიცი გამოგვაცილა თბილისის გზაზე და ნუ მე უცებ ეს ტრაგედია დაემარა. დიდი ქართველი დავკარგეთ. მამაკაც მეუღლე და ორი შვილი დარჩა. ილია ქადაგიძე რამდენიმე თვის წინ ობიექტივის სტუდიაში თოქ-შოუ დედოფლის წყაროს საათის სტუმარი იყო. 31 ივლისს კიდევ ერთი ტრაგედია მოხდა დედოფლის წყაროში. სოფელ არხილოსკალოში გვიანღამით მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სოფელ ზემოქედში მცხოვრები 35 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ადგილობრივების განმარტებით სწრაფად მიმავალი ავტომანქანა, სადაც 3 მამაკაცი იჯდა, მოსახვევში სამჯერ ამობრუნდა. მათი თქმით, სოფელ არხილოსკალოს ბოლოს ქვემო ქედის შესასვლელში ძალიან ცუდი მოსახვევია. როგორც არხილოსკალოში ამბობენ, ავტომანქანა მოსახვევში მაღალი სიჩქარით შევიდა და სამჯერ გადატრიალდა. სხვები გადმოცვიდნენ, მძღოლი კი გაიჭედა. როგორც დედოფლის წყაროს საავადმყოფოს ხელმძღვანელმა ხათუნა ზურიკაშვილმა განაცხადა, სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი საავადმყოფოში ღამის 3 საათზე შევიდა, სტაციონარში შემოყვანისას მამაკაცი უკვე გარდაცვლილი იყო. დანარჩენ 2 მგზავრს დაზიანებები არ აღენიშნებოდა. გარდაცვლილს მეუღლე და 2 შვილი დარჩა. ტრაგედია მოხდა, ნასვამი იყო მთელ დღის განმავლობაში. და საღამო ხანს უკვე როგორც თვითონ ათქვეს რა ჩაჯდა მანქანაში წავიდა ქვემო ქედისკენ და იქ რაღაც ავარია მოხდა რა და იქ დაიღუპა მე მგონი რა ის ადგილზევე არამედ სასწრაფომ გადაიყვანა და იქითკე დაიღუპა გზაში დაიღუპა სასწრაფოს რავი რა გითხრათ ხა იყო მშრომელი ადამიანი მაგისაგან ნაწყენი ადამიანი მე არასდროს არ მინახავს და რა ვიცი აბა ზოგადად რა ვიცი უცურაფერს ვერ ვიტყვი რა ერთადერთი იყო რომ დალევა უყვარდა რა და აქეთ იქით სიარული და ნაწყენი და გაბრაზებული ის არავინ არ მინახია მაგის მხრივ. ჩვენ სამძიმარს უცხადებთ გარდაცვლილების ოჯახებს, ახლა კი კვლავაც ტრაგედია ამჯერად 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ. აგვისტოს ომში დედოფლის წყაროდან 3 ახალგაზრდა გარდაიცვალა. რუსული ჭურვები დედოფლის წყაროში ზემოქედის მიმდებარე ტერიტორიაზეც ცვიოდა. ჩვენი რეპორტაჟი.
2008 წლის 10 აგვისტოს გამდენი ის 5 საათზე რუსული ჭურვები დედოფლის წყაროშის ჩამოწვივდა. რაიონის სამხრეთ ნაწილში რუსული ბომბდამშენების მიერ ჩამოყრილი 12 ჭურვიდან 5 მეორე დღეს 11 აგვისტოს აფეთქდა. შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა მოსახლეობა პანიკაში იყო. ღამე ღიაცის ქვეშ გაათენეს ქედების ზონის მაცხოვრებლებმა. აფეთქების შედეგად დაზიანდა მხოლოდ შირაქის ტერიტორიაზე მდებარე ყოფილი აეროდრომის ასაფრენი ბილიკი და ახლო მდებარე სახლის სახურავები. შირაქის აეროდრომი უკვე 19 წელია აღარ ფუნქციონირებს. ხმალ აიღო გრუხუნეოდა დავალაზე შევოდა ისტრიბიტელები. დეჯენ ბომბები ჩამოყარეს და მთელი სოფელი ადგა ფეხს. და რა დაიბომბა? დაიბომბა მენძურები, რა ვიცი, აეროდრომი დაიბომბა თვითონ. თოთხოვა საფრენი ბილიკები უნდა აფეთქებინა თუ რაღაც. 2008 წლის აგვისტოს რუსულ ინტერვენციას დედოფლის წყაროს რაიონიდან 3 ახალგაზრდა გმირის, გოჩა ილურიძის, თეიმურაზ ბერიძის და გიორგი აბიათარის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ შორის ორი მებრძოლი მხოლოდ 17 წლის იყო. სოფელ სამრეკლოში მცხოვრები გიორგი აბიათარი კი დედის ერთაა. ის სოფელ სამრეკლოს სასაფლაოზეა დაკრძალული. გოჩა ილურიძე სოფელ ზემო ქედში დაიბადა და გაიზარდა. თემურ ბერიძე კი სოფელ ფიროსმანში. 2012 წელს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის ინიციატივით ქალაქ დედოფლის წყაროს ცენტრალურ მოედანზე გმირთა მემორიალი გაიხსნა, რომლის ესკიზიც კონკურსის წესით და მოქალაქეთა გამოგითხვის შედეგად შეირჩა. მასზე დედოფლის წყაროდან საომარ მოქმედებებში სხვადასხვა წლებში დაღუპული გმირების გვარებია ამოქმედებული. მინდოდა ყველა ბავშვს სცმოდა ჯარისკაცის ფორმა და მე ამაზე ვიზრუნე, მაშინ ძალიან ბევრი ადამიანი შევაწუხე ამის გამო, რომ მე შოვა ზუსტად იმდენი ფორმა, რამდენი ბიჭიც მყავდა კლასში. და როდესაც ეს ფორმები მოვიტანე, ბავშვებს ვაზომებდი და როდესაც გიორგის ჯერი დადგა და გიორგის გადავეცი ეს ფორმა, და უთხარი რომ ეს შენ უნდა ჩაიცვა გიორგი, აი ასე ჩაიხუტა გიორგი, ეს ფორმა ძალიან მოწონდა ძალიან ეს სამხედრო ფორმა. ხო, აი ეს ჯარისკაცის ფორმა ძალიან მოწონდა და არ დამავიწყდება მისი სიყვარულით და სიხარულით ანთებული თვალები. ჯერ გულში ჩაიხუტა, მერე ესე განზე გასწია და ისი ათვალიერებდა, მერე ისე გულში ჩაიხუტა და მეც ვაცადე ამ ბავშვს, აღარ ავჩქარდი, რომ ჩაეცა დროზე და სანამ არ მოისურვილა გიორგიმ ეს ფორმა, მანამდე ტანზე არ ჩაიქცა. ამ ბავშვში თავიდანვე იდო ეს სულისკვეთება. ნამდვილად თავიდანვე იდო. ამიტომაც დიდი სიხარულით მითხრა მე, რომ მასწავლებელო, მე ჯარში წავედი, ჯარისკაცი ვარ მეო. მართლა გიორგი, ჯარისკაცი ვარ, დიახ, აბა გარეთ დავიძინებთ მეთქი უშიშრად. ნათქვამია, რომ სოფელს მაშინ გაუვარდება სახელი, თუ იქ გმირი ადამიანი დაიბადებაო. სოფელ სამრეკლოს გიორგი მართლაც გაუთქვა სახელი თავისი პატრიოტული სულისკვეთებით და დღემდე შემონახული მაქვს მისი ლექსი. გიორგიმ აი ასეთი ლექსი წაიკითხა: ბიჭო, თუ მამულს დავჭირდით,
დე ნუ შევარცხენ მტერს, ქართველო სიმართლისათვის უნდა შეაკვდენ მტერს. არავინ არ იცოდა მაშინ, რომ რამდენიმე წლის შემდეგ ასე გამართლდებოდა მეოთხე კლასელი ბავშვის სიტყვები. მეს ნაწერები შეგნებულად არ გავაახლე და ზუსტად ისე წამოვიღე როგორც იყო, იმიტომ რომ მინდოდა რომ ზუსტად გიორგისეული ყოფილიყო. მაშინ თქვა გიორგი მშობელს გული აქვს გამთელებული თუ შვილს მამულის ტრფობას ჩვევიაო. დიახ, ლიზას გული გამთელებულიც აქვს და გაბზარულიც იმიტომ რომ მან ერთადერთი შვილი დაკარგა და გამთელებული იმიტომ რომ ლიზა არის ამაყი, რომელმაც ასეთი პატრიოტი გაზარდა. გიორგი ნამდვილად გმირია და ქალბატონი ლიზა არბიათარი არის გმირი დედის გამზრდელი. მე 27 წელია რაც ამ სკოლაში ვმუშაობ და ყოველ დღე გზას გავდივარ გიორგის სახლისკენ. გიორგის სახლზე უნდა ავიარო და ჩავიარო. დღესაც არ შემიძლია გულგრილად ავუარო მის სახლს. იმიტომ რომ ყოველთვის თვალწინ მიდგას ქუჩაში გამოსული პატარა ბავშვი, რომელიც ყოველთვის მე მელოდებოდა ხოლმე სკოლიდან რომ მივდიოდი. აუცილებლად ყოველთვის გზაზე უნდა დამხვედროდა გიორგი. აუცილებლად უნდა ჩამხუტებოდა, უნდა მეკოცნა მეც, მასაც ეკოცნა ჩემთვის და ჩემთვის დღეს ძალიან ძნელია, როდესაც გიორგის სახლს ვუყურებ, ავივლი და ჩავივლი, სულის პატარა ბავშვი მაგონდება. მეხუთე კლასში მე ჩავიბარე სადამრიგებლო კლასი. ცელქი ბავშვები იყვნენ, ბიჭების უმეტესობა იყო ამ კლასში თავმოყრილი და ისეთი მართლაც გიჟმაჟი ბიჭების, რომ დაუდეგარი განსაკუთრებულად ცელქი ბავშვები იყვნენ. გიორგი მითხრა, რომ მე ისტორიის მასწავლებელი მომეწონა და განსაკუთრებით ისტორია მომეწონა აი ეს საგანი. არ ვიცი რატო გამოარჩია, ალბათ იმიტომ რომ საქართველოს ისტორიის ნაწილი უნდა გამხდარიყო ჩემი აზრით, მე ასე ვფიქრობ. და აი განსაკუთრებული თვისებებით ხასიათდებოდა. ბიჭებს ერთმანეთი ძალიან უყვარდათ და სიცოცხლის ბოლომდე, აი მიუხედავად იმისა, რომ ჯარში წასვლა არ ეკუთვნოდა, ხვიჩასთან ერთად. მე ხვიჩასთან ერთად უნდა ვიყო. ადრეც მქონდა ეს შემთხვევა, რომ მე გმირები გამოვიდა აი ეს წიგნი და მაშინაც გამახსენდა და ეს ჩაწერილი არის ისედაც იმ წიგნში. ამ მემორიალზე მოცემული გმირებიდან სამივე ჩემი მოსწავლეები იყვნენ. სოფელმა ძალიან დიდი ტრამვა მიიღო მათი გარდაცვალებით. ჩვენ მათი სტენდი გვაქვს სკოლაში მოწყობილი. და როცა დილით მივდივარ კარებს რომ აღებ პირველი მათ სურათს ვხედავ და ჩვეულებრივად ვესალმები, ზოგჯერ ცრემლითაც. როცა გამოვდივარ ვემშვიდობები. სიზმარში გოგონა თავი, როცა გათენების ხანს ბომბების ხმამ გამოგვაღვიძა, აი სოფლის გარშემო მინდორში რამდენი ბომბი ჩამოვარდა. და როცა თვითფრინავები აი ესე დაფრინავდა, ვიდექით და გაშტერებული უყურებდით. ვერ წარმომედგინა, რომ აი ესეთი ჩუმი ძალიან სერიოზული, აი ასაკისთვის ნამეტანი სერიოზული, სულ თავჩაქინდრული, ძალიან ჩაფიქრებული, რომ აი ასეთი ბიჭის გულში ამხელა ვაჟკაცობის უნარი თუ იყო ჩვენი სტენდი, სადაც აი ეს ამ ბიჭების სურათები გვაქვს გამოკრული, ჩვენი ბავშვებისათვის წმინდა ადგილს წარმოადგენს. განსაკუთრებულ დღეებში იქ ყვავილებიც მიგვაქვს, სანთლებსაც ვანთებთ და ალბათ არ დავავიწყდება არასოდეს. ჩვენ ნახეთ კადრები, რომ დედოფლისწყაროში არსებული მემორიალი გვირგვინებით შეამკო ადგილობრივმა ხელისუფლებამ. გასული წლისგან განსხვავებით ამ ცერემონიას გმირების დედები არ ესწრებოდნენ, ვინაიდან სასჯელ აღსრულების სამინისტრომ გასულ წელს თავად თბილისში გახსნა ცალკე მემორიალი, სადაც 4 გარდაცვლილი გმირის მემორიალი დაიდგა. 4-ვე გარდაცვლილი კახელია, მათ შორის 2 დედოფლისწყაროდან გიორგი აბიათარი და გოჩა ილურიძე. ეს 4-ვე მსახურობდნენ სავალდებულო სამსახურში სასჯელ აღსრულების სამინისტროს დაქვემდებარებაში და სწორედ ამიტომ არის ცალკე მემორიალი გაიხსნა და
ცერემონიაზე დაპატიჟეს გმირის დედები. ასე რომ ნახოთ ჩვენი ვიდეო რეპორტაჟი სასჯელახსოვრების სამინისტროდან. სასჯელახსოვრების სამინისტროში ომში დაღუპული იმ გმირებისათვის, რომლებიც სავალდებულო სამხედრო სამსახურს მის შემადგენლობაში იხდიდნენ და გმირულად დაიღუპნენ, მემორიალი აშენდა. 4 ახალგაზრდა რუსული ინტერვენციის დროს ერედვში კასეტური დაბომბვის შედეგად დაეცა. 4-ვე მათგანი კახეთიდანაა. 8 აგვისტოს სასჯელახსოვრებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული პენიტენციური დეპარტამენტის სპეცდანიშნულების რაზმის წევრთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. კახა კახიშვილი დაღუპული სპეცრაზმელების ოჯახის მცირეწლოვან წევრებსაც შეხვდა და მათ სიმბოლური საჩუქრები გადასცა. შეხვედრას დედოფლის წყაროდან გიორგი აბიათარისა და გოჩა ილურიძის მშობლებიც დაესწრნენ. მინისტრმა აგვისტოს ომის მძიმე შედეგებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართული სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება სწორედ ამ ადამიანების წყალობით მოხდა. კახა კახიშვილის განცხადებით, აგვისტოს ომის მე-7 წლის თავზე კიდევ უფრო მძაფრად ჩანს იმ ტრაგედიის შედეგები, რომელიც ომმა მოიტანა. ეს არის ერთ-ერთი ტრაგიკული დღე ჩვენი ქვეყნისთვის, როდესაც 7 წლის წინ ძალიან დიდი უბედურება დააწყდა ჩვენს ქვეყანას. ამიტომ ჩვენ ვალდებულები ვართ არა მხოლოდ ამ დღეს, მაგრამ ყოველდღიურ რეჟიმში ვიზრუნოთ იმ ადამიანების ოჯახებზე, რომლებმაც სიცოცხლე შეწირეს ქვეყანას. ჩემი შვილი 2008 წლის 27 მაისს წავიდა ჯარში და 2008 წლის 8 აგვისტოს უკვე აღარ იყო 2 თვისა და 10 დღის ნამსახური იყო ჯარში. მართალია ის ერთადერთი შვილი მყავდა, მაგრამ მე ვამაყობ ჩემი გმირი შვილის სახელით. დიდი მადლობა, რომ ჩვენი შვილები არ ავიწყდებათ და ყოველთვის რაღაც გაიხსენებენ. ეს სამშობლოს სახელი არის, რა თქმა უნდა. პირველად დედის სიამაყე, მეორეც კიდე რომ სამშობლო ირჩიეს ჩვენმა შვილებმა და თავდადებული ბრძოლით შეეგებნენ მტრის ჯარს და სულ ყოველთვის იცოდა დედიკო, მე სიკვდილის არ მეჩინია. სადაც არ უნდა წავიდე, მე ყოველთვის ჩემ სამშობლოს დავიცავ, მაგრამ მოხდა ასეთი სამწუხარო ფაქტი და რა ვქნა. გასულ კვირას დედოფლის ხაროში 2 აგვისტოს ელიაობა აღინიშნებოდა. ელიაობის დღესასწაულთან დაკავშირებით სპეციალური გადაცემა ჩვენმა მაყურებელმა გასულ კვირას 17 საათს და 30 წუთზე უკვე იხილა. ამავე დღეს გაიმართა დედოფლის ხარობის დღესასწაული. უკვე იცით, რომ მესამე წელია დედოფლის ხაროში აღინიშნება დედოფლის ხარობა სწორედ აგვისტოს დასაწყისში, სადაც საპატიო მოქალაქეთა გამოვლენა ხდება. ამჯერადაც დედოფლის ხაროში გალა კონცერტზე გამოავლინეს საპატიო მოქალაქეები და დააჯილდოვეს ისინი. ნახოთ ჩვენი რეპორტაჟი. მოგილოცოთ ყველა დედოფლის ხარობა, დედოფლის ხარობის მოქალაქეებს, დედოფლის ხარობის რაიონის მიდრებს, დედოფლის ხარობა უკვე მესამედ აღინიშნება, მესამე წელი რაც აღინიშნება, რაც აგვისტოს წელში წელს განსაკუთრებული განწყობა იქიდან გამომდინარე, რომ ელიაობის დღესასწაული დაემთხვა, ელიაობის დღესასწაული და დედოფლის ხარობა ერთად იმართება, ამაღლებულია თვითონ განწყობა და ის განწყობა დედოფლის ხაროებში, დედოფლის ხარო იყო ყოველთვის მიტოვებული რაიონი, ეს ულება ასე ვთქვათ დაკარგულია დედოფლის ხაროელებს იქიდან გამომდინარე, რომ განსაკუთრებული ყურადღება აქვს მმართველობა განთავისუფლების ცენტრალური ხელისუფლება მაქსიმალურად ვეხმარებით თვითმმართველობას იმისთვის, რომ განწყობა, ინფრასტრუქტურა, მშენებლობები დედოფლის ხაროში განსაკუთრებულად წავიდეს და განსაკუთრებული აღმავლობა ჰქონდეს ამ რაიონს. დღეს არის ყველა დედოფლის ხაროელისთვის საყვარელი დღესასწაული ელიაობა და ლამაზი ქალაქის დღესასწაული დედოფლის ხაროელს. ახლა ამ დღე გამოგვიდა დახუნძურული სხვადასხვა ღონისძიებები
დაიმართა რაღაც დაიწყო საჩენზე ფიქრობდი ვერ ძალიან ბედნიერი ვარ, რომ კიდევ ერთხელ მიწევს დედოფლის წყაროში ყოფნა ამ არაჩვეულებრივ დღესასწაულზე. მე პირველად არ ვარ დუე ჯორჯიას ჩატარებული აქვს სოლო კონცერტი დედოფლის წყაროში და არაჩვეულებრივი მსმენელია საერთოდ ძალიან მიყვარს კახეთში კონცერტის ჩატარება, იმიტომ რომ ფანტასტიკური მსმენელი ყავს კახეთს. ულოცავ კახელებს დღევანდელ დღეს ელიაობას და ფანტასტიკური მსმენელი არაჩვეულებრივად შემოხვდნენ და რა ვიცი, ყოველთვის დიდი სურვილით თქვენს გვერდით ვიბლები. აქვე გავასახელო ერთი ჩვენთვის ყველაზე საყვარელი სპორტსმენი, ყველაზე საყვარელი მასწავლებელი სპორტის მიმართულებით. ალბათ საქართველოში არ იქნება მსგავსი პრეცედენტი, რაც თამაზ ყარაგვეზაშვილმა შექმნა. ალბათ საქართველოში ამდენი მსოფლიო ჩემპიონი არც ერთ ქვეყანას არ ეყოლება, რაც თამაზმა გააკეთა. ერთმა კაცმა ცარიელი ხელებით შეძლო, რომ დედოფლის წყაროსთვის ძალიან ბევრი მსოფლიო ჩემპიონი აღეზარდა და გაეზარდა. ბატონო თამაზი მინდა მოვიხმო. მივესალმოთ ერთი მაგრად აპლოდისმენტები ყველამ დაუკარით დაში. აპლოდისმენტები თუ შეიძლება ბატონ თამაზ მიულოცოთ ჩვენი აპლოდისმენტები ეს ტიტული. მომავალი თაობის აღზრდა-განათლების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მე მინდა ვთხოვო ქალბატონ ნათელა ნანობაშვილს. აპლოდისმენტებით მოვაცილოთ სცენამდე. გილოცავ. ჩემი ახალგაზრდობა მივაშევალი სკოლას. მე ძალიან პატარაობიდან მოცნობდი, რომ მასწავლებელი ყოფილიყავი და სკოლაში ვიმუშავა. მთელი ცხოვრება მიყვარდა ბავშვების აღზრდის საქმეს და განათლების საქმეს შევალია ჩემი 40 წელი. საპატიო დედოფლის წყაროელის წოდება ენიჭება ქალბატონ მერი პოპიაშვილს, ეგრეთ წოდებულ მერი რამანოვნას, თითოეული თქვენთაგანი იცნობთ. ჟურნალისტი. ალბათ არ შევწდები თუ ვიტყვი კოლორიტი, ჩვენი კლარა დეიდა, კლარა ოზაშვილი. და მე მინდა გითხრათ, რომ დღეს კლარა დეიდას ჰქონდა ქორწინებიდან 60 წლის თავი.
ეს არის ჩემი ყველაზე საყვარელი ჯილდო. დიდი მადლობა მუნიციპალიტეტს, დიდი მადლობა გამგეობანს. მინდა მოვიწვიო დედოფლისწყაროს ღვაწლმოსილი და წარმატებული ადამიანები, რა თქმა უნდა თქვენი აპლოდისმენტების თანხლებით. და ესენი არიან მარინა ხარაშვილი, ცნობილი პედიატრი. აპლოდისმენტები. ნაირა გორაშვილი, ჟურნალისტი, ნანული ნატროშვილი, ღვაწლმოსილი პედაგოგი, სვეტლანა შალვაშვილი, ღვაწლმოსილი პედაგოგი, ჯულიეტა პოპიაშვილი, ღვაწლმოსილი პედაგოგი, გულნარა პოპიაშვილი, ღვაწლმოსილი ექიპი. ბელა ლობჟანიძე, ახალგაზრდა თვითნასწავლი მხატვარი, თქვენი აპლოდისმენტები მას. ზაური გონაშვილი, პოეტი, ღვაწლმოსილი პიროვნება. ილია მარტყოფიშვილი, წარმატებული ჟურნალისტი, ტელეგადაცემა დედოფლისწყაროს საათის წამყვანი. ვახტანგ გიგალიშვილი, ბიზნესმენი, მეცენატი. ნანა ჭიჭინაძე, დედოფლისწყაროს კოლორიტი. მაშასე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის წარმატებული ადამიანის სიგელი, წარმატებული დედოფლისწყაროელის წოდება, მიენიჭა პოეტს, ეკლესიების შენებელ ღირსეულ პიროვნებას, ბატონ ზაურ გონაშვილს. როგორი აპლოდისმენტები. ბატონ ზაურ. წარმატებული დედოფლისწყაროელის წოდება უკაცრავად მეწვხელავ მიენიჭა ნიჭიერ ახალგაზრდა თვითნასწავლ მხატვარს, ვის თუ იცით? ქალბატონ ბელა ლობჟანიძეს. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის წარმატებული ადამიანის სიგელი, წარმატებული დედოფლისწყაროელის წოდება მიენიჭა წარმატებულ ჟურნალისტს, ტელეგადაცემა დედოფლისწყაროს საათის წამყვანს, ბატონ ილია მარტყოფლიშვილს. ტელეკომპანია ობიექტი დედოფლისწყაროს საათი ყოველ წილს 17 საათსა და 25 საათს. სრული სიჩუმე, წარმატებული დედოფლისწყაროელის წოდება მიენიჭა ღვაწლმოსილ მუშაკს, ჟურნალისტიკის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ქალბატონ ნაირა გორაშვილს. შემდეგი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის წარმატებული ადამიანის სიგელი, წარმატებული დედოფლისწყაროელის წოდება მიენიჭა დედოფლისწყაროს, ვის თუ იცით, კოლორიტს, კულტურის პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი წვლილისთვის, ქალბატონ ნანა ჭიჭინაძეს. აპლოდისმენტები. წარმატებული დედოფლისწყაროელის წოდება მიენიჭა ანსამბლ ჰერულას წევრს ხალხური სიმღერის პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი წვლილისთვის ბატონ გიორგი პაპიაშვილს. დედოფლისწყაროს გამომარ! წარმატებული დედოფლისწყაროელის წოდება მიენიჭა ღვაწლმოსილ პედაგოგს, მომავალი თაობის აზრთა განათლების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ქალბატონ ჯულეტა პოპიაშვილს, პედაგოგს. ყველა მშობელს გაუმარ!
წარმატებული დედოფლის წყაროელის წოდება მიენიჭა მრავალშვილიან ხალხსუსვა, მრავალშვილიან წარმატებული შვილების აღზრდელ დედას, ქალბატონ ნინო ლოლაშვილს. ქალბატონო ნინო, თქვენც ასევე. სპორტსმოსილ ექიმს ჯანმრთელობის დაცვის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ქალბატონ გულნარდა პოპიაშვილს. ქალბატონო გულნარა. ბრავო. გილოცავთ. დიდი მადლობა მინდა მოახსენოთ ჩემ მშობლიურ ხალხს, ჩემი 50 წლიანი მოღვაწეობის დაფასებისათვის, ჩემი უძილო ღამეებისათვის, რაც ნახევარი საუკუნის მანძილზე ჩემი ხალხის ჯანმრთელობას მიუძღვენი, ძალიან ბევრი ჯილდოები მაქვს იმდროინდელი მთავრობისა და ჯანდაცვის სამინისტროსი. ვარ ჯანდაცვის დაცვის ფრიადოსანი, მაგრამ ეს წოდება, რომელიც თქვენ მომანიჭეთ, ჩემთვის ყველაზე ძვირფასია და ამიტომ დიდ მადლობას გიხდით. წარმატებული დედოფლის წყაროელის წოდება მიენიჭა ქალბატონ ნანული ნატროშვილს, აუცილებლად მივაწვდით. ქალბატონ მარინა ხარაშვილს, ქალბატონ სვეტლანა შალვაშვილს და ბოლოს ბატონ ვახტანგ კიკალიშვილს. ნება მიბოძეთ სცენაზე მოვიწვიო ის სპორტსმენები, რომელმაც გასული 1 წლის განმავლობაში დედოფლის წყაროობიდან დედოფლის წყაროობამდე მიაღწიეს წარმატებებს და ჩვენი ლამაზი ქალაქის სახელი გაიტანეს საქართველოს მასშტაბით და საქართველოს ფარგლებს გარეთ. მეგობრებო, თქვენი მხურვალე აპლოდისმენტებით შევეგებოთ მსოფლიო ჩემპიონი კიკბოქსინგში ვალერი ვაჭრიძე. მსოფლიო ჩემპიონი ასევე კიკბოქსინგში არსენა ყარაგვეზაშვილი. მსოფლიო ჩემპიონი კიკბოქსინგში ხვიჩა ქოქუაშვილი, ორგზის მსოფლიო ჩემპიონი მეგობრებო. ცხოვრებაძე ნოდარი, ლევან ციკლაური, შალვა ხოსიტაშვილი, ნიკა ფიროსმანაშვილი, გიორგი ციკლაური, ნოდარ ფიროსმანაშვილი, ნუგზარ ყარაგვეზაშვილი. თხოვთ მეგობრებო, ამოვწანდით სცენაზე. სპორტის სხვა სახეობაში მიაღწიეს წარმატებას. ბუბუნაური ვაჟა, ძალიან პატარა ახალგაზრდა ბიჭი, ძიუდოისტი და დარწმუნებული ვარ მომავალი მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი. და კობაიძე ზაზა, კლავჭიდელი, ევროპის ბრინჯაოს მფლობელი, მსოფლიო ჩემპიონები ვალერი ვაჭრიძე, არსენ ყარაგვეზაშვილი და ხვიჩა ქოქუაშვილი მიიღებენ 1000 ლარს. ბრავო, აპლოდისმენტები, უფრო მკუხარე, უფრო ძლიერი. რაც შეეხება გუნდ ჩემპიონს, რომელმაც შავი ზღვის თასი მოიგო, მიიღებს ორდღიან საგზურს ვარძიაში. ევროპის პრიზიორს და საქართველოს ჩემპიონატის პრიზიორს ძიუდოში, რაც შეეხება ბუბუნაურ ვაჟას და კოვაიძე ზაზა, მიიღებენ 300 ლარს და ექნებათ მოტივაცია მომავალი წარმატებისთვის. თხოვთ კიდევ ერთხელ მივესალმოთ და თხოვნა მექნება ჩემი ცხოვრება ფაქტურად სპორტს შევალიე და ჯერ კიდევ ასე ვფიქრობ, დიდი გზა გვაქვს გასავლელი ბიჭებთან ერთად და ჩემს ყველა ღონე ძალისკნებას მოვახმარ ჩემს არჩეულ პროფესიას და მინდა რომ ჩემი ხალხი იყოს ამაყი, ისე გახარებული ჩვენი წარმატებებით და კიდევ ჩემი პასუხისმგებლობა 1000 გაბეზარდა. ისე დიდი მადლობა ყველას ხალხაჭერისთვის, ასეთი მოვაციებისთვის, ასეთი სიყვარულისთვის და მიყვარს Diana დედოფლის ხარი. სიმღერა თემა მოსწავლა ჩიდების თვენა. ასე ხომია ამ სიმღერებით ავიგენა. როგორც ამბობენ სიცოცხლის ბოლოს თუმერის გედი. სიმღერით მომდეს ხმარავინად რო ამაზე მეტი. ჩიტო მარგალიტოდა. Chito Margarito Chito Margarito Chito Margarito Amamere Suzi Rosetsa Samba Hisperi Samba Hisperi Uil Hisperi Tu Sevilla No Pain Sameri Mera Mamere Svarde Visum Quaqa Shosperi I'm not Simghera
დედოფლის წყაროში არ ვარ პირველად. ალბათ მე 6 ვარ ან მე 7 უკვე. ძალიან მიყვარს ზოგადად კახეთი და ძალიან მიყვარს დედოფლის წყარო. და მინდა მიულოცო თითოეულ აკაურ მკვიდრ ცხოვრებს, მოქალაქეს. დღევანდელი დღესასწაული უსურვო წარმატებები და მართლა იქ გულწრფელად, როდესაც არ ჩამოვდივარ, ყოველთვის გულსუხარია და დღესაც შევასრულე სიმღერები აბსოლუტურად მთელი გულით და სულით და მინდა კიდევ ერთხელ გამოხატოთ ჩემი დიდი სიყვარული მთელი იმ ადამიანის მიმართ, ვინც აქ ცხოვრობს და ვინც დღეს არის კონცერტზე მოსული. ადგილობრივებს მიულოცეთ დღესასწაული. და მინდა სრულიად დედოფლის წყაროს მიულოცო დღევანდელი დღესასწაული მრავალს და ეს არის და მიხარია რომ თქვენთან ერთად ვარ. ყოველწელს უკვე ტრადიციად გვექცა რომ ვესწრები დედოფლის წყაროს და ყოველწელს არის ძალიან ლამაზი საუკეთესო და დიდი მადლობა ამისთვის გუბერნატორს დედოფლის წყაროს და დედოფლის წყაროს მთელი ბავშვობა გატარებული აქვს, ყოველ ზაფხულს აქ ვატარებდა. პირველ რიგში ყველა მართლმადიდებელს მიულოცავ ამ წინვალე დღესასწაულს, რაიონელებს მიულოცავ ელიაობას. ეს არის არა მხოლოდ გრანდიოზული დღესასწაული ახალგაზრდებისთვის, პატარებისთვის, რომლებიც უბრალოდ კონცერტით ერთობიან, არამედ თითოეული ოჯახის ამ რაიონის წარმომადგენლისთვის არის გრანდიოზული დღე. ჩემთვის პირადად არის ეს დღე სიახლის, მეგობრებთან ერთად გატარების, საყვარელ ადამიანებთან ერთად გატარების, ჩემ ბაბა, ბებიასთან ერთად გატარების დღე. ყველას გილოცავ, მრავალს და ეს არის და მე მინდა რომ ერთადერთი სურვილი მაქვს, დედოფლის წყაროს რაიონმა თავისი ადგილი დაემკვიდროს საქართველოში და დარწმუნებული ვარ რომ ეს დღე ძალიან მალე დადგება. ეს აი ასეთი ღონისძიებებით იწყება და დიდი მადლობა ადგილობრივ თვითმმართველობას რომ გვაძლევს საშუალებას რომ მივიღოთ ეს სიამოვნება. შეგახსენებთ დედოფლის წყაროობაზე, დედოფლის წყაროს საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭათ მწვრთნელს თამაზ ყარაგვეჟდაშვილს, ჟურნალისტს კლარა ოზაშვილს, ასევე პედაგოგებს ცისანა მჭედლიშვილს, ნათელა ნანობაშვილს და მერი პოპიაშვილს. ამავე დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა დედოფლის წყაროელებისადმი მიმართვა გაავრცელა, სადაც ნათქვამია ვულოცავ დედოფლის წყაროელებს ელიაობას და დედოფლის წყაროს დღესასწაულს. მიხარია რომ ორი დღესასწაული საეკლესიო და სახალხო ერთ დღეს აღინიშნება. ჩემთვის განსაკუთრებულია ულამაზესი და უნიკალური ელიას მთა და სამლოცველო, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა 1000 ქარტეხილს გადაარჩინეს და დღემდე შემოგვინახეს. მე ამაყება რომ ჩვენ მათი შთამომავლები ელიაობას შესანიშნავ ტრადიციას ვაგრძელებთ და ამ დღეს საქართველოს სხვადასხვა კუთხის შვილებთან ერთად დედოფლის წყაროში ვზეიმობთ. მინდა იცოდეთ რომ ვუერთდები თქვენს ზეიმს, ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. შეგახსენებთ რომ დედოფლის წყაროობაზე ასევე სპორტული ღონისძიებები გაიმართა, რომელსაც ვეღარ ვასწრებთ დღევანდელ გადაცემაში და რეპორტაჟს მომდევნო გადაცემაში შემოგთავაზებთ. ასევე გეტყვით რომ მეუფე დიმიტრი კაპანაძემ, ხორნაბუჯის და ჰერეთის ეპისკოპოსმა მეუფე დიმიტრიმ გააკეთა კომენტარი ჰერეთში შეწყვეტილი ქრისტიანული წირვა-ლოცვის შესახებ. იცით რომ აზერბაიჯანულმა მხარემ მართლმადიდებელი მოძღვარი გამოაბრუნა, აღარ შეუშვა საზღვარზე და შეწყდა იქ ლოცვა კურთხევა და წირვა-ლოცვა უბრალოდ. ამ ფაქტთან დაკავშირებით მეუფემ კომენტარი მოგცა, ექსკლუზიური კომენტარი, ასევე იქ გატარებულ პერიოდს იხსენებს მამა ონოფრე წულაძეც. და ამ ორივე კომენტარს ჩვენ შემოგთავაზებთ სამშაბათს 13 საათს და 30 წუთზე ток-შოუში კახეთის საათი და ვრცლად ვისაუბრებთ ჰერეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, სასულიერო პირების პრობლემებთან დაკავშირებით. ბოლოს დასასრულს მადლობა მინდა უთხრა დედოფლის წყაროს კულტურის ცენტრს კონცერტის ორგანიზებისთვის და ასევე წარმატებულ ახალგაზრდად დასახელებისთვის დიდი მადლობა. ასეთი იყო ток-შოუ დედოფლის წყაროს საათი.
მე ჟურნალისტი ილია მარტყოფლიშვილი ვარ. ყოველ კვირას 17 საათსა და 30 წუთზე ток-შოუ დედოფლის წყაროს საათია ობიექტივის ეთერში, ჩვენ კი ერთმანეთს შევხვდებით სამშაბათს 13 საათსა და 30 წუთზე. დიდი მადლობა რომ გვიყურებთ და ენდობითო